4 მილიარდ 700 მილიონი დოლარის დაგენერირებული შემოსავალი და 5 მილიონი ნახევარი ტურისტული ვიზიტი. ასეთია 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს სარგებელი. ამ შთამბეჭდავი ციფრების მიღმა არსებობს გამოწვევებით, რაც ბიზნესისთვის უფრო ხელშესახებია. კონკრეტულად როგორი იყო 2025 წელი ტურიზმისთვის, რა ტენდენციები გამოიკვეთა და რა მოლოდინები 2026 წელთან დაკავშირებით, მით უმეტეს რომ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მადლობა, ყოველთვის ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ რეალურ სურათს ძალიან კარგად გვაჩვენებთ რა ხდება სექტორში. დავიწყოთ 2025 წლის შეჯამებით, რა მთავარი შედეგი დაასრულა სექტორმა 4 მილიარდ 700 მილიონი შემოსავალი, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ასევე 5 მილიონზე მეტი ტურისტი. თუმცა ეს არის ის, რასაც ტურიზმის სექტორში დაუშვათ დაგეგმილზე მეც ეძახით, თუ ეს არის ის, რაც საშუალო მაჩვენებელია ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის და მეტი შესაძლებლობა გვაქვს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, გასული წელი საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებით დასრულდა, როგორც რაოდენობის ჭრილში, ასევე შემოსავლების ჭრილში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ნებისმიერი წელი, როცა უკვე გავლილად ითვლება სექტორისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ყოველთვის არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ უკვე მომავალ წელს. შესაბამისად, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ პანდემიამდე პერიოდის, ესე ვთქვათ, შედეგებს უნდა მივაღწიოთ, ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგად მისაღები შედეგი და თავისთავად ეტაპობრივად მიდის თვითონ ქვეყანაც იქეთკენ, რომ ტურიზმის ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წარმატებული, კერძო სექტორის როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს ამ, ესე ვთქვათ, რაოდენობრივ მაჩვენებლებში და თავისთავად ბიზნესზე იყოს პირდაპირი წესით ასახული ყველა ის სარგებელი, რაც ზოგადად ციფრებს უკავშირდება და თავისთავად ეს მაჩვენებელიც მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი დაიწყო ძალიან, ასე ვთქვათ, გამოწვევების ფონზე, მოგეხსენებათ შარშან ამ პერიოდში ძალიან რთულ პერიოდს გადიოდა ქვეყანა, უფრო გააქტიურებული, ასე ვთქვათ, ფაზა დადგა ტურისტული შემოდინების ნაწილში უკვე გაზაფხულის შემდგომი პერიოდიდან და თავისთავად ის მაჩვენებელიც, რაც მიღებულია სტატისტიკურ მონაცემებში, ასახავს უფრო მეტწილად აი ზაფხულის შემოდგომა პერიოდის მაჩვენებლებს. ყოველთვის არის ხოლმე ესეთი თითქოს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მათ შორის სექტორის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი. რამდენად რეალურად შესაბამისობაშია ის სტატისტიკა, რომელიც მე ვახსენე ტურიზმის სექტორის და ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავლებთან თუ დაუშვათ ტურისტების რაოდენობასთან. თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიახ, ეს რეალურია და ეს მაჩვენებლები არის ასე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ და მაგალითად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცალკეული ობიექტების დახურვის წინაშეც კი დადგა. შესაბამისად, თქვენი გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული გაერთიანების წარმომადგენელი ბრძანდებით ამ ტურიზმის ასოციაციის გადმოსახედიდან დღეს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში ის სტატისტიკა, რომელიც მე მოვიყვანე, რეალობის შესაბამისია? საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ასე ვთქვათ, ხედვით შემიძლია მხოლოდ შემოვიფარგლო დღევანდელ დღეს თქვენთან საუბარში. მინდა გითხრათ, რომ ასოციაციის წევრებზე დაყრდნობით ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ იმ ინფორმაციის მიწოდებას საჯარო ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის, რომელიც უშუალოდ სექტორის მხრიდან და წევრი კომპანიების მხრიდან შემოდის ასოციაციაში. ასოციაციის ჭრილში ძალიან ხშირად ვაკეთებთ ჩვენ დეტალურ გამოკითხვას იმისთვის, რომ ვიცოდეთ სწორი მონაცემები ზოგადად რა შესაბამისობაშია ეს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ზოგადად ვრცელდება ქვეყნის ჭრილში და თავისთავად მინდა გითხრათ, რომ ასოციაციას ახლა ყავს 300-ზე მეტი იურიდიული პირი და აქედან მეტი წელი არის როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია და შესაბამისად, როცა ჩვენ მათ ვეკითხებით, როგორი სეზონი გაიარეს, რა არის მათი მოლოდინი თუნდაც უახლოესი თვეების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვევები ყოველთვის არსებობდა და როგორც პანდემიამდე მის შემდგომ განსაკუთრებით გლობალური ცვლილებების, ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ ვართ და შესაბამისად ეს ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახება და
თავისთავად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებიც არც თუ ისე სახარბიელო შეიძლება იყოს უცხოელი ვიზიტორებისთვის, მაინც ვფიქრობ, რომ პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ მიმდინარე პროცესების ფონზე იმ მაჩვენებელს, რომელიც გვაქვს. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებში ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, კიდევ უფრო დეტალურად იყოს წარმოდგენილი საზღვრის კვეთის მაჩვენებლები, რაზე დაყრდნობით კეთდება და თავისთავად ამ მონაცემების საფუძველზეც ხშირად გეგმავთ ხოლმე მათთანაც შეხვედრას, ოღონდ სრულიად ასოციაციის წევრებს, ვისაც სრული აქვს რომ მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრებში, რომ პირდაპირ მათგან მოისმინოს ეს გულისხმობ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც კურირებს ზოგადად სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და გაზიარებას საზოგადოებისთვის და ძალიან ხშირად მათგან ვღებულობ სწორედ პასუხებს, რომ ეს არის დაყრდნობილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას და შესაბამისად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება გაზიარება იმ სტატისტიკური მონაცემების, რომელიც უშუალოდ საზღვრის კვეთის მონაცემებს უკავშირდება. თავისთავად, რა თქმა უნდა, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, რომ უკეთესი იყოს მაჩვენებელი, უფრო დეტალურად იყოს მიწოდებული, როგორც მეთოდოლოგიურ ჭრილში, ასევე რაოდენობრივ ჭრილში და სწორედ ჩვენი როლი როგორც ასოციაციის არის ის, რომ აი ეს მონაცემები გამოვითხოვოთ, კიდევ უფრო დეტალურად ვთხოვოთ ტურიზმის ადმინისტრაციას იყოს გაზიარებული ყველა შესაძლო დაშვება, რაც შეიძლება ბიზნესისთვის იყოს დამაკმაყოფილებელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ასოციაციას აქვს უკვე მომდევნო 5 წლის ახალი სტრატეგიული გეგმა, რომლის ქვეშ ჩვენ ჩავშალეთ და ესეც წევრების მხრიდან იყო მოთხოვნა კერძო საჯარო საგამართლებო საერთაშორისო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას სწორედ ყველა იმ მიმდინარე საკითხზე, რომელიც დღეს გამოწვევებად აღიქმება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ჭრილში, რათა კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, ხელი გვედოს იმ ინფორმაციაზე, პულსზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. ბიზნეს რა ჭირდება დღეს, ჭირდება დადებითი და იმედისმომცემი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავას მისცემს მას. თავარი გამოწვევა ამ მოცემულობით რა არის, რომელმაც შეიძლება რომ 2026 წელს ის რომ 2026 წელიც იყოს ძალიან წარმატებული, ხელი შეგიშალოთ და რეალურად სად ხედავთ ძირითად პრობლემებს, რა მიმართულებით. სახელმწიფოს მხრიდან რა არის გასაკეთებელი, კერძო სექტორის მხრიდან რა არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომ წელი 2026 კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ზოგადად, როგორც აღნიშნე, ბიზნესი ყოველთვის მოტივირებულია განავითაროს თავისი შესაძლებლობები და ისინი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავენ იმისთვის, რომ ბიზნეს საქმიანობა, მათი ბიზნეს საქმიანობა წარმატებული იყოს. აქ მოგეხსენებათ, ახლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანიები აწარმოოს ქვეყნის გარეთ და როგორც ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ დამარწმუნეთ ეს არ არის ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი ყოველთვის პრიორიტეტებში ვიყოთ. თუმცა დიდი მცდელობებია როგორც საჯარო სექტორის მხრიდან, ასევე კერძო სექტორის მხრიდან და თავისთავად ამ წლიდან ასოციაციამაც განსაზღვრა თავისი კიდევ უფრო დიდი როლი ამ პროცესის, ესე ვთქვათ, ხელშეწყობაში და განვითარებაში, რადგანაც როგორც ვახსენე, ახალი სტრატეგია მოიცავს ჩვენი მოვახდინოთ უფრო მეტი დივერსიფიცირება ბაზრების და როგორც ბრენდის საქართველოს წინ წამოწევა გავხადოთ ჩვენ როგორც კერძო სექტორის როლს გულისხმობ. თლიანად ანუ კერძო სექტორი მარკეტინგულ კამპანიებს დაგეგმავთ თუ აი რა ფორმით გესახებათ ამის გაკეთება საქართველოს როგორც ბრენდი ძალიან კარგად ჭრეს. დიახ, საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი მთავარი არის დღეს ჩვენ მივაწოდოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გვაქვს უსაფრთხო გარემო, რადგანაც ნებისმიერი მოგზაური პირველ რიგში აქცენტს და ესე ვთქვათ პრიორიტეტებს აკეთებს მოგზაურობის დაგეგმვის დროს უსაფრთხო მიმოსვლაზე და შესაბამისად თავარია სწორად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და პოზიციონირებაც თავისთავად ამ კუთხით უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, ჩვენ კერძო სექტორის და ასოციაციის ჭრილში შემიძლია ახლა გითხრათ, ვცდილობთ რომ ძალიან ნიშური გავხადოთ ჩვენი მიმართულება, რადგანაც როგორც ხშირად აღნიშნავ, საქართველოს არ არის მასიური დანიშნულების ადგილი, მასიური გადაადგილებას გულისხმობ და თავისთავად ის ნიშური პროდუქტები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის კუთხით, ველნესის მიმართულებით თუ ესე შემდეგ, იყოს ძალიან სწორად შეფუთული, კარგი გაგებით, რა
თქმა უნდა და როგორც პროდუქტი იყოს გაზიარებული უფრო მაღალმხარჯველ ტურისტს, რასაც ვეძახით, სწორედ მათამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ბიზნეს ტურიზმი დღეს ძალიან პოპულარულია ნებისმიერ ქვეყანაში და ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს თვითონ ევროპის ქვეყნები იმისთვის, რომ ბიზნეს ტურიზმი მათ ქვეყნებში იყოს ძალიან პრიორიტეტულ, ასე ვთქვათ, კონცენტრირებაში და თავისთავად ახლა ჩვენ როგორც კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც არაჩვეულებრივ პროდუქტებს თავაზობს ნებისმიერ მომხმარებას ტურისტს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ეს მხოლოდ კონცენტრირება კულტურულ ტურიზმზე არ უნდა მოვახდინოთ, რადგანაც კომბინაცია დღეს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს აჩენს, როგორც ნიშური პროდუქტების შეთავაზების კუთხით, ასევე ახალი ტურისტული მარშრუტების ნაწილში და თავისთავად ჩვენ ამ წლიდან კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთ, აზერბაიჯანთან, იმისთვის, რომ ეს კომბინირებული შეთავაზებები იყოს მათის მხრიდანაც მოწოდებული და ესენი ძალიან აქტიური შეთავაზება შეიძლება იყოს ტურისტისთვის, რომელიც ერთდროულად საქართველოში ქვეყნებიდან მოგზაურობენ და თავისთავად ახლა როცა ჩვენ საუბრობთ საქართველოს როგორ შეიძლება მივაწოდოთ მათ როგორც დანიშნულების ადგილი სამოგზაუროდ, თავისთავად აქ აუცილებელია ამას მოყვეს აქტივობები და ეს მხოლოდ საუბრის დონეზე არ უნდა დარჩეს. და ეს ნაბიჯები მის გადადგმა უკვე დაიწყება მიმდინარე წლიდან, დაუშვათ მაგალითად პირველი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში როგორც ასოციაციის ხელმძღვანელობის. ჩვენ ამ ასე ვთქვათ ინიციატივებზე მუშაობდით უკვე გასული წლიდან და თავისთავად როცა უკვე სტრატეგიას ვასრულებდით, უკვე გამოკვეთილია სამოქმედო გეგმის პირველი ნაბიჯების და პირველი ღონისძიება, რომელსაც უთმობთ საერთაშორისო დონეზე, ეს გახლავთ სულ რაღაც 27 იანვარს არის დანიშნული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მხოლოდ ეძღვნება საქართველოს შესაძლებლობების წარდგენას და ამას ვაკეთებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, ტურიზმის ინსტიტუტთან ერთად, რომელიც ბრიუსელშია დაფუძნებული და თავისთავად მათი ინიციატივა იყო ჩვენთან თანამშრომლად და როგორც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყანა წარმოგვეჩინა საერთაშორისო სტუმრებისთვის. მათი მხრიდან მონაწილეობას ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ვის ვაცნობთ ამ ყველაფერს. ზოგადად უკვე რეგისტრირებულია 500-ზე მეტი მსმენელი ამ ღონისძიებაზე და პლუს 150 ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც B2B პლატფორმა მივაბით და მასში მიიღებს მონაწილეობას. თვითონ მათის მხრიდან ჩვენ წარდგენილ ყავს ძალიან მნიშვნელოვანი სპიკერები, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, ლიდერები, რომლებიც გააცნობენ სწორედ ნიშურ შეთავაზებებს გაუკეთებენ მსმენელს და მათის მხრიდან მონაწილეობას იღებს ამ ღონისძიებაში UN ტურიზმი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი, ასევე მონაწილეობას იღებს გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს ტურიზმის ხელმძღვანელი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. ეს პირები გახლავთ გლობალური ლიდერები და გლობალური სპიკერები, რომელსაც ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს ზოგადად ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მათ მოახერხეს და ესწრებიან ამ ღონისძიებას და თავისთავად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც დაგეგმილია სულ რაღაც 27 იანვარს, ვიწევთ ყველა დაინტერესებულ შემოუერთდეს და რა თქმა უნდა საერთაშორისო დონის საერთაშორისო ღონისძიებებს გულისხმობს, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ მიდის, არ ხვდება. ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ესე ვთქვათ ღონისძიებები, სადაც საქართველოს წელს პირველად იქნება წარდგენილი, ესეთი არის ლონდონის დანიშნულების ადგილების გამოფენა, ასევე თებერვლის ეს ყველა ღონისძიება იმართება სულ რაღაც იანვარ-თებერვალში 4 საერთაშორისო ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას, ასევე წარდგენილი ვიქნებით საქართველოს როგორც ღვინის ქვეყანა პორტოს ღვინის კვირაულზე, ასევე თებერვლის ბოლოს წარვადგენთ საქართველოს სასტუმროების და სტუმარმასპინძლობის ზოგადად გამოფენაზე, სადაც პირველად მოხვდებით და თავისთავად ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პატივია მათის მხრიდან ამ მოწვევების მიღება, რადგანაც საქართველოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ არის და გვინდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ინტერესი როგორც საუკეთესო, ძალიან კარგი სამოგზაურო ქვეყანა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ახალი აღმოაჩენები გააკეთოს მოხმარებელმა და ძალიან დიდი სიამოვნება მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა ამ ღონისძიებას კი რა თქმა უნდა ბიზნეს პარტნიორი აუცილებლად გააშუქებს. ნატალია კვაჭანტირაძე ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი იყო.